ბოლო 6 თვეში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 170-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105,000 ლარამდე თანხა გაიცა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთაც ყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებული არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. დეტალურად მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის პროგრამების შესახებ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ქუმსიაშვილი მოგაწვდის ინფორმაციას. მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. გაგვაცანით კონკრეტულად რას ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რა თანხით ეხმარებით მათ? მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების პროგრამა გულისხმობს იმ ოჯახების დახმარებას, სადაც არის 4 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი. ასეთ ბავშვიან ოჯახებზე ყოველთვიურად ირიცხება ყოველ მეოთხე და შემდეგ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით თანხა. სულ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ პროგრამის მოსარგებლე არის 174 მრავალშვილიანი ოჯახი. ბავშვთა მთლიანი რაოდენობა აღწევს 745 ბავშვს. 6 თვის განმავლობაში ამ პროგრამით გაცემულია 104,000 ლარი და სულ წლიური ბიუჯეტი გვაქვს 260,000 ლარი. ვისაც არ აქვს ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ, რა დოკუმენტებით უნდა მოგმართონ, რომ ჩაერთონ და მიიღონ ეს თანხა? ესე იგი, უნდა მოგმართონ პირველ რიგში განცხადებით, სასურველია მშობელმა, სრულწლოვანმა და უნდა წარმოადგინოს ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი, მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც მოხდება თანხის ჩარიცხვა. ასევე გაქვთ ახალშობილების პროგრამა, პირველი და მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახს გადასცემთ თანხას. როგორ მუშაობს ეს პროგრამა, რამდენ ოჯახს დაეხმარეთ უკვე? ეს პროგრამა, ანუ ახალშობილი ოჯახების დახმარების პროგრამა, გათვალისწინებულია ახალ დაბადებულ ბავშვიან ოჯახზე, თანხა გაიქცემა ბავშვის 1 წლის ასაკის შესრულებამდე, ოღონდ აქ დამატებითი პირობა არის, რომ ბავშვი უნდა იყოს რეგისტრირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში. რეგისტრირებული უნდა იყოს ასევე მისი ერთ-ერთი მშობელი, ესეც აუცილებელი პირობაა. დახმარება აქაც არ არის დამოკიდებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე არ არის დამოკიდებული და ჩვენ გავცემთ პირველ და მეორე ბავშვზე 300 ლარის ოდენობით თანხას ერთჯერადად, ხოლო მესამე და შემდეგ ბავშვებზე გაიცემა 500 ლარის ოდენობით. ტყუპების შეძენის შემთხვევაში თანხა ოჯახზე ორმაგდება. სულ მიმდინარე წელს დავეხმარეთ 124 ოჯახს და გადარიცხული თანხის რაოდენობა არის 54,000 ლარი. გარდა ამისა, ოჯახების დახმარების პროგრამა რამდენიმე პუნქტს მოიცავს და გაგვაცანით კიდევ რას ითვალისწინებს? იცით, საერთოდ ჩვენს პროგრამაში ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც ბავშვის საჭიროებებზეა მორგებული. მაგრამ ბავშვიან ოჯახებზე მორგებული პროგრამები სულ 5 გვაქვს. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ და დავახასიათეთ 2 პროგრამა და მოგახსენებთ მესამეზე ეს არის ელექტროენერგიის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თუ ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, თანადაფინანსებით განახორციელებს ყოველთვიურად ელექტროენერგიის დაფინანსებას მერია 15 ლარის ოდენობით. უბრალოდ არა უმეტეს 15 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახები ჩვენ გვყავს 14 ამ ეტაპზე და მათ ყოველთვიურად ერიცხებათ ზემოთ აღნიშნული თანხა. ამის გარდა ჩვენ ბავშვი პრიორიტეტად გვყავს ნახმული უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახების ბინისქირის თანადაფინანსების დროს. კერძოდ, თუ ბავშვიანი ოჯახი ბავშვიანი ოჯახი არის უსახლკარო ოჯახის სტატუსის მატარებელი და ოჯახში არის მხოლოდ ერთი მშობელი, ან ორი მშობელი არის, მაგრამ ერთ-ერთი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი,
ასეთ შემთხვევაში მერია იხდის ბინის ქირას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით. ჩვენ სულ 24 ასეთი ოჯახი გვყავს და აქედან ბავშვიანი ოჯახი არის 5. აუცილებელი არის რომ რომელიმე მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყოს. დიახ. თუ ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისაგან, ასეთ შემთხვევაში არ ვითხოვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის არსებობას, მაგრამ თუ ორი მშობელისგან შედგება, ესე იგი ოჯახში დედაც, მამაც არის, მაშინ ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირას მერია იხდის არა 18 წლამდე, ანუ სრულწლოვანებამდე ბავშვის მიღწევისას, არამედ 21 წლამდე, იმიტომ რომ 21 წლამდე ვთვლით, რომ ასეთ ოჯახებს ნამდვილად ხელშეწყობა ჭირდება და ბინის ქირა უნდა გადავიხადოთ და მოვახდინოთ სუბსიდირება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ქვეპროგრამა, რომელსაც ეწოდება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება. იგი რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს, როგორიც არის სასწავლო ნივთების, საკვები პროდუქტების ან ჰიგიენური მოვლის საშუალებების შეძენა. ასევე მეორე ღონისძიება არის საოჯახო ნივთების შეძენა, საოჯახო ავეჯს გულისხმობთ და მნიშვნელოვანია საოჯახო ტექნიკის შეძენა. ასეთ შემთხვევაში, ესე იგი, განცხადებით მოგმართავს ოჯახი, სოციალური მუშაკი შეისწავლის ოჯახის საჭიროებებს და გავცემთ შესაბამის ვაუჩერს, თუ რომელი საჭიროება უფრო არის წინ წამოსული ასეთი ოჯახებისათვის. დამატებითი კრიტერიუმები აქ გვაქვს. არც თუ ისეთი მკაცრი, იმიტომ რომ ჩვენ ვეხმარებით, თუ ოჯახში არის 3 და მეტი ბავშვი, თუ ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთი ამბაზაში და 65,000-ზე ნაკლები ქულა აქვს, თუ ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი არის. ანუ ეს კრიტერიუმები სამივე ერთად არ მუშაობს. ყველა ცალ-ცალკე შემთხვევაში განიხილება ეს კრიტერიუმები. აი ამ პროგრამით უკვე გასულ 6 თვეში ჩვენ 41 ოჯახს დავეხმარეთ და გაცემული გვაქვს 12,000 ლარზე მეტი თანხა. დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის. თუ გეგმავთ მომავალ წელს, რომ ეს პროგრამები გაუმჯობესოთ, კიდევ უფრო მეტი თანხა დაამატოთ, ან მაგალითად ერთჯერადად პირველი შვილის შეძენაზე თანხა გაზარდოთ. დიახ, ჩვენ სისტემატიურად ვზრუნავთ მოსახლეობაზე, სულ ფიქრობთ, ვცდილობთ, რომ ჩვენი პროგრამები სწორედ მათ საჭიროებებს პასუხობდეს და ყოველწლიურად მზარდია ჩვენი ბიუჯეტი. გასული 3-4 წლის შედარებით თუ ვიტყვით, ჩვენი ბიუჯეტი, კერძოდ აი ამ სოციალური პროგრამების ბიუჯეტი უკვე გაზრდილია 2-ჯერ და მეტად. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობას გიხდით.